ბორტი ნომერი 2 გზაშია. თუ ირანი პროცესით манипуლირებას შეეცდება, ჩვენი დელეგაცია შესაბამის სიმკაცრეს გამოიჩენს. ბინელოდება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ირანის მხრიდან ისლამაბადში. ჩვენ ვაგრძელებთ ჰეზბოლაზე ძლიერ იერიშებს და არ შევჩერდებით მანამ სანამ თქვენს უსაფრთხოებას სრულად არ უზრუნველყოფთ. ჰორმუზის სრუტე და გლობალური ეკონომიკა. მოლაპარაკება, რომელზეც მხოლოდ ირანის ბედი არ არის დამოკიდებული. წითელი პარასკევი. ქრისტიანების ყველაზე მძიმე დღე. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა და გაგწმეთ. ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინი და გოლგოთის გზა იერუსალიმში გაძლიერებული დაცვითა და სნაიპერებით. ძალიან გვეშინოდა, რომ ამ დღეს ომის გამო შეზღუდვები და ჩაკეტვა დაგხვდებოდა. ამიტომ უზომოდ გვიხარია, რომ ყველაფერი გაიხსნა. რა პირობებით გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. კაპიტალის ბაზრის განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერა, გრანტებიდან ინვესტიციებისკენ. მანდატი იქნება უფრო ფართო, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მაგალითად მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აწარმოეს საქართველოს ბაზაზე სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ქმნის. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 10 აპრილია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. რამდენიმე საათი და ბორტი ნომერი 2 ისლამაბადში დაეშვება. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს პაკისტანში უკვე ელოდება ირანის დელეგაცია, მეჯლისის თავმჯდომარის მოჰამედ გალიბაფის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის სახით. პროცესს პირადად ხელმძღვანელობს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი. სერენა ჰოტელი, სადაც მოლაპარაკება უნდა გაიმართოს 3 კილომეტრიან რადიუსში წითელი ზონა. ამასთან ქალაქის ცენტრში უსაფრთხოების წითელი დონეც არის გამოცხადებული. მოქმედებს კომენდანტის საათი. შენობების სახურავებზე პაკისტანის არმიის სნაიპერები არიან განთავსებული. ჩახშობილია ინტერნეტი და მობილური კავშირი. სასწორზე დევს მსოფლიოს ენერგეტიკული და ეკონომიკური სტაბილურობა, რადგან ჰორმუზის სრუტე ახლა მთავარი კოზირია ირანის ხელში. ამიტომ პაკისტანის დედაქალაქი ხვალ დილიდან ხდება მსოფლიო დონის პოლიტიკური გადაწყვეტილების და გლობალური ბედის წერის წერტილი. რეგიონში ამ წუთებში ისედაც მყიფე ზავია, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მას მყისიერად მოყვება ნავთობის ფასების აფეთქება, ლოგისტიკური კოლაფსი და სავარაუდოდ კვლავ ცეცხლის ალში გაეხვევა მთელი ახლო აღმოსავლეთი. თუმცა ის ფაქტი, რომ ამერიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, უკვე იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რადგან ირანზე სამხედრო იერიშის დაწყებაზე ჯეიდი ვენსი სკეპტიკურად იყო განწყობილი. ამიტომ მას მეტი ნდობა აქვს და შედარებით სანდო ფიგურაა თეირანისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა ახლა ბალანსი უნდა დაიცვას მკაცრ რიტორიკასა და რეალურ დიპლომატიას შორის, რომელიც შუამავლობით ხორციელდება. ამ დროს მხარეები ერთმანეთის პირისპირ არ სხდებიან. პაკისტანელებმა დაუღალავად უნდა იმოძრავონ სასტუმროს ორ ფლიგელს შორის. თუმცა ჯეიდი ვენს აქვს მანდატი, რომ საჭიროების შემთხვევაში პირადად გადასცეს გზავნილები ირანულ მხარეს დონალდ ტრამპის სახელით. Airforce-ის ბორტი ისლამაბადის აეროპორტში სულ რამდენიმე საათში დაეშვება, საიდანაც ამერიკული დელეგაცია სამთავრობო კვარტალში ეგრეთ წოდებულ წითელ ზონაში გადაინაცვლებს. ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონს, იერუსალიმსა და თეირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში თეთრ სახლს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარადგენენ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ და ვფიქრობთ, რომ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართება, თუმცა შედეგებს დრო აჩვენებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ირანული მხარე მზად იქნება კეთილსინდისიერი დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ხელი გაწვდილია. თუმცა თუ ისინი შეეცდებიან პროცესით манипуლირებას, ჩვენი დელეგაცია შესაბამის სიმკაცრეს გამოიჩენს. პრეზიდენტისგან მივიღეთ მკაფიო დირექტივები და ვეცდებით მოლაპარაკებები პოზიტიურ კალაპოტში მოვაქციოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დიპლომატიური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ თეირანმა ვაშინგტონს ომის შეჩერების ახალი და შეცვლილი წინადადებები წარუდგინა. თეთრი სახლის მტკიცებით, სწორედ ეს ინიციატივა გახდება ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების საფუძველი.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისლამურმა რესპუბლიკამ რამდენიმე საკვანძო სადავო საკითხზე საკუთარი პოზიცია შეამსუბუქა. საუბარია დათმობებზე ბირთვულ პროგრამაზე, ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ძალების გაყვანასა და ომის რეპარაციების მოთხოვნაზე. მიუხედავად ამისა, შტატების პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის მთავარ პირობად მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის სრულად გახსნას და ირანის ხელისუფლების მიერ დაწესებული გადასახადის გაუქმებას ასახელებს. ირანი ძალიან ცუდად, ზოგი იტყო და უღირსადაც კი გვექცევა. როდესაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს. ჩვენ ასეთ შეთანხმებაზე არ მოგვიწერია ხელი. პაკისტანის დედაქალაქში იმყოფებიან ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებიც, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და მეჯლისის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი. ცნობილია თეირანის პოზიციაც, რომელიც ახალმა უზენაესმა ლიდერმა ჩამოაყალიბა. მოჯთაბა ხამენეი შტატებს შურისძიებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ირანი ისრაელისა და შტატების წინააღმდეგ მოკავშირე ძალების მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენს ქვეყანაზე თავდამსხმელი აგრესორები დაუსჯელნი არ დარჩებიან. ჩვენ აუცილებლად ვაზღვევინებთ მათ ყოველი დარტყმისთვის და შურს ვიძიებთ ჩვენი გვირებისა და ვეტერანების დაღვრილი სისხლისთვის. ჰორმუზის სრუტის კონტროლს კი სრულიად ახალ დონეზე ავიყვანთ. შურისძიების მტკიცენება თითოეული თქვენგანის გულშია და ჩვენიერი ამ სამართლიანობის აღსრულებას დაუღალავად დაელოდება. ვიდრე ისლამაბადში, ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, იერუსალიმსა და ბეირუთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პროცესი დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ამ ორ მხარეს შორის დიალოგი მომავალ კვირას ვაშინგტონში შედგება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა. მინდა გითხრათ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ მომხდარა. ჩვენ ვაგრძელებთ ჰეზბოლაზე ძლიერი იერიშებს და არ შევჩერდებით მანამ, სანამ თქვენს უსაფრთხოებას სრულად არ უზრუნველყოფთ. ლიბანის მთავრობის მხრიდან ჩვენთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განმეორებითი მომართვების შემდეგ კაბინეტს დავავალე დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან ორი მიზნის მისაღწევად. პირველი ჰეზბოლას განიარაღებისთვის და მეორე ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ვაშინგტონზე ზეწოლის ინსტრუმენტად თეირანი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის ჰორმუზის სრუტის გამოყენებას გეგმავს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ ისლამური რესპუბლიკა სტრატეგიულ დერეფანში ტანკერების გადაადგილების წესს ამკაცრებს და ნებისმიერი ტრანზიტი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება. გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილი მარშრუტებიდან გადახვევა ნაღმების არსებობის გამო გემებისთვის საფრთხეს შეიცავს. ირანის სრუტეში დღეში მხოლოდ 15 ხომალდის გატარებას გეგმავს. ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი ქალაქი, სადაც დაცვის უპრეცედენტო ზომები ამიღებული რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური ფაზა ტერორისტული აქტების საფრთხეს იერუსალიმში კიდევ უფრო ზრდის. ომის გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო მაცხოვრის აღდგომის ტაძარის, თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის წინ ტაძრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად დაწესებულია ლიმიტები და ხვალცეცხლის გარდმოსვლის მოლოდინში კიდევ უფრო გამკაცრდება ეს ზომები. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ახალი წესებით ხვალ ქრისტიანების მთავარ ტაძარში 2000 ადამიანი დაიშვება, მაშინ როდესაც ტაძარში ეტევა 10000. შესვლა შეიძლება მხოლოდ სპეციალური საშვები და სამკლაურებით. თითოეულ კონფესიას, მათ შორის მართლმადიდებლებს, სომხებსა და კოპტებს თავიანთი კვოტა აქვთ. საერთოდ ვერ მივა ტაძართან რიგითი ტურისტების დიდი ნაწილი. იგივე ხდებოდა დღესაც იერუსალიმში. პოლიციამ უძველეს ქალაქში 20-ზე მეტი რკინის ბარიერი აღმართა. მონიშნული აქვთ ევაკუაციის დერეფნებიც, რომლებიც მუდმივად ცარიელი უნდა იყოს. გოლგოთის გზაზე დაწესებული შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ისრაელის ისტორიაში. მთელი მარშრუტი დაყოფილი იყო დამოუკიდებელ სექტორებად. ქრისტეს გზას აერიდან დრონები, ხოლო სახლების სახურავებიდან აკონტროლებდნენ სნაიპერები. მსვლელობის მონაწილეებს შორის მუდმივად იმყოფებოდნენ შეიარაღებული რაზმები და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული უშიშროების აგენტები. ვია დოლოროსას, ანუ გზას, რომელიც იესო ქრისტემ გაიარა პილატეს სახლიდან გოლგოთამდე, წელიწადის ამ დროს როგორც წესი 50000-მდე ადამიანი გადის, თუმცა წელს მსვლელობაში მონაწილეობდა მაქსიმუმ 4000. მშვიდობის ადგილი სწორედ ასე ითარგმნება სამი რელიგიის, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და მუსლიმანობის წმინდა ქალაქი იერუსალიმი დღეს სამხედრო ბაზას უფრო ჰგავდა. იერუსალიმში ამ ქვის კედლებსა და ვიწრო ქუჩებში დრო თითქოს ჩერდება. ყველაფერი იმ სასწაულის მოლოდინად იქცევა, რომელიც უკვე საუკუნეებია ერთსა და იმავე ადგილას მორწმუნეებისთვის იბადება. მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ყველა ქრისტიანისთვის სიკვდილზე სიცოცხლისა და ბოროტზე კეთილის გამარჯვებაა. ხილული სასწაული, რომელიც 10000-ობით მორწმუნეს უხილავად რწმენით აერთიანებს.
თუმცა დიდ სიხარულამდე დიდი ტკივილია, გზა რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. 600 მეტრი და 14 გაჩერება ვია დოლოროსას გზა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მორწმუნეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიარეს. მთელი მსოფლიოდან იერუსალიმში ყოველწლიურად 10,000-ობით პილიგრიმი ჩადის, თუმცა წელს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მსვლელობა ტრადიციულად ხალხმრავალი არ ყოფილა. დროებით ჩაკეტილი იყო მაცხოვრის აღდგომის ტაძარიც. იმ იმედით ჩამოვედით, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, რომ ღმერთი მოახდენდა სასწაულს და წმინდა საფლავის ტაძარი გაიხსნებოდა. როდესაც ეს მართლაც მოხდა, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთი ჩვენთანაა. ის ზრუნავს ჩვენზე და თუ ვილოცებთ, სასწაულები აუცილებლად მოხდება. ძალიან გვეშინოდა, რომ ამ დღეს ომის გამო შეზღუდვები და ჩაკეტვა დაგხვდებოდა. ამიტომ უზომოდ გვიხარია, რომ ყველაფერი გაიხსნა და იმ მშვიდობამ დაისადგუროს მთელ მსოფლიოში. ყველას ვეპატიჟებით აქ, იერუსალიმში, სადღესასწაულოდ. 40 დღის შემდეგ მაცხოვრის ტაძრის კარი უკვე ყველა მლოცველისთვის ღიაა. ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი სიწმინდე ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციისას უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიკეტა. თუმცა უკვე მეორე დღეა ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილობრივები და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე აღდგომის ტაძარში ლოცულობენ. მართალი გითხრათ, ეს აღუწერელი გრძნობა არ რადგან წმინდა საფლავის ტაძრის გარეშე ჩვენი მარხვა სრულყოფილი ვერ იქნება. ამ ტაძრის გარეშე მარხვის არს ბოლომდე ვერ განვიცდით. ეკლესიის დაკეტვა ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო. ამან გული დაგვიმძიმა და დაგვაშორა იმ ადგილს, რომელსაც ყველაზე წმინდად მივიჩნევთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წმინდა საფლავის ტაძარი კვლავ გაიღო. მაცხოვრის ტაძარში პირველი საზეიმო წირვა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ უკვე აღავლინა. რამდენიმე საათში კი ქრისტიანები ამ ადგილას წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. დღეს საქართველოსთვისაც ისევე როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის კალენდარში ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეა. წითელი პარასკევი, განკითხვა, გოლგოთა, ქრისტეს წამება, ჯვარცმა და სიკვდილი. ამ დღეს გლოვის ნიშნა, ზარების ხმაც კი არის მის ეკლესიებში. წელს ეს დღე კიდევ უფრო მძიმეა საქართველოსთვის, რადგან ბოლო 59 წლის განმავლობაში აღდგომას ქვეყანა შეხვდება კათოლიკოს პატრიარქის გარეშე. სააღდგომო ეპისტოლეც წელს ბოლო ნახევარ საუკუნეში არ იქნება ილია მეორის მიერ ხელმოწერილი. ნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გარდმოხსნის ცერემონია საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე მშიო მუჯერმა შეასრულა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღევლინება და იკითხება სახარების მხოლოდ ის თავები, რომლებიც ქრისტეს უნებას შეეხება. მთელი დღე არის გლოვა და სინანული, თუმცა ეს დღე იმედის დასაწყისისა, რადგან წითელ პარასკევს მიყვება დიდი შაბათი, ცეცხლის გარდმოსვლა და შემდეგ ქრისტეს აღდგომა, ყველაზე დიდი დღესასწაული. პარასკევი ყველაზე მძიმე დღე მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ეს არის დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აწვეს, დღე, როდესაც ტაძრებში არ აღესრულება წირვა. სრულდება მხოლოდ სამეუფეო ჟამნი. საგალობლები გარდამოხსნის ტრადიციული წესის დროს ქრისტეს ჯვარცმას ასახავს. საკურთხევით ამ საგალობელს ვგავო, მოთქმა ხვითა თავბოლო ერთი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს უწმიდესის გარეშე გვიწევს გალობა და მე თუ მკითხავთ ქრისტეს ხომ გალობთ მის ჯვარცმას, მის ტკივილს და ამას ემატება ჩვენი დიდი ტკივილი, საქართველოს დიდი ტკივილი უწმიდესის გარეშე. ტაძრის ცენტრალურ ნაწილში გამოტანილია სპეციალური სადგამი, საგანგებოდ მოხატული ქსოვილით, რომელზეც მაცხოვარია გამოსახული. მორწმუნეები მის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ.
დადგა წითელი პარასკევი, ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში, დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს ვაცვით, ვანერწყვეთ, გავშოლტეთ და ჯვარცმული ქრისტე ჯვრიდანაც ჩვენთვის ლოცულობდა. მართლაც შეგვაძლებინოს, რომ აი ჩვენ ცხოვრების განმავლობაში მოგწეს ეს უსაზღვრო სიყვარული და მსახურება ადამიანებისა და მსგავსად ღმერთს, რომელმაც ყველაფერი შექმნა. თითეული მართლმადიდებლისთვის ბუნებრივია დღევანდელი დღე არის ყველაზე მძიმე, ვინაიდან დღევანდელ დღეს აწამეს ქრისტე, როგორც ყველა მართლმადიდებელი, მეც დღევანდელ დღეს ვცდილობ, რომ ავღნიშნო გლოვით, რასაკვირველია, როგორც შემიძლია და ვეგებებით მოლოდინი გვაქვს ბრწყინვალე აღდგომისა. ბნების შვიდეულის პარასკევს ღვთისმსახურება ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. მსახურების მთავარი ნაწილი დღის 2 საათიდან დაიწყო, სიმბოლურად იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მიიცვალა. უმძიმესი დღეა ჩვენ სახარებიდან ვკითხულობ თუ რამხელა განცდა ქონდა უფალს რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც, როდესაც მამა ღმერთს ევედრება, რომ შეუნდე არიციან ადამიანები რასაკეთებენ. ეს ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფეშიომ შეკრებილ მრევლს მიმართა. განაცხადა, რომ ადამიანის შინაგანი ცვლილება მხოლოდ უფლის ნებითაა შესაძლებელი. ვიცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამ უფალს და რომ იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, იბნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობისგან, ცოდვების ტვირთისგან, ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ვიმეორებ, ეს არ ზალვიც. შეიძლება გარეგნულად რაღაცა შევცვალოთ ოდნავ, გარეგნული ჩვენი ქცევა, მაგრამ შევიცვალოთ შინაგანად, ეს ჩვენთვის მიუღწეველია. როგორც ამბობ სუფალი, რომ უჩემოთ, არ შეგიძლიათ არაფერი. და თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერია და სერიოზულია, და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა და გამოგვასწორებს და გამწვენს. მორწმუნეებისთვის წითელი პარასკევი ადამიანის სულის ხსნისთვის გაღებული თავგანწირვის სიმბოლოა. ეს დღე მზადებაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. სააღდგომო ლიტურგია ხვალ დიდ შაბათს სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. მსახურებას მეუფეშიო აღავლენს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება დაწესდა დროებითი მარშრუტებით. მერიის ინფორმაციით 12 და 13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი ამოქმედება და ავტობუსები მოქალაქეებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე უფასოდ მოემსახურება. განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროპოლიტენის 11 აპრილის ღამეს მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო 14 აპრილამდე თბილისი, ბათუმის და თბილისი ფოთის მიმართულებებზე დამატებითი რეისები დაინიშნა. აღდგომის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი იმუშავებს დილის 4 საათამდე. ამასთანავე 11 აპრილის 23 საათიდან 12 აპრილის 4 საათამდე მეტროპოლიტენი იქნება უფასო მგზავრებისათვის. როგორც აღნიშნე, ასევე დაინიშნება 9 დამატებითი სპეციალური საავტობუსე მარშრუტი, რომლებიც მგზავრებს 12 და 13 აპრილს მოემსახურებიან დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. აღნიშნული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან და გადაიყვანენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვარის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები გადაადგილდებიან შემდეგ მეტროსადგურების მიმდებარი ტერიტორიებიდან, ესენი არის მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი და ვარკეთილის მეტროსადგურები.
გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე აზიის განვითარების ბანკმა გააუმჯობესა. გლობალური შოკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი 7.9%-იანი ზრდა აჩვენა, აწყდებს გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 1 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს. ასევე კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება. საქართველოს ისწრაფვის გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჭაჭვებისთვის. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე. აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე და ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე. ასევე 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8% იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. ზოგადად აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ისწრაფის გახდეს როგორც სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას და იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ერთის მხრივ საპორტო, მეორეს მხრივ სარკინიგზო მიმართულებით. ასევე ანგარიში ხაზგასმულია ის ლიბერალური ბიზნეს გარემო, რაც საქართველოში არსებობს. ყურადღება მახვილდება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რაც საქართველოს გააჩნია. გრანტებიდან ინვესტიციებისკენ ეკონომიკური ზრდის პირობებში აწარმოეს საქართველოს ბაზაზე სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ქმნის მთავარი მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერა. უკვე ცნობილია, რომ კერძო სექტორისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტები გახდება ხელმისაწვდომი. საუბარია სინდიცირებულ სესხებზე, ანუ მსხვილმასშტაბიანი დაფინანსების მექანიზმზე, სადაც რამდენიმე ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი ერთიანდება ერთი კრედიტის გასაცემად. ამასთან სახელმწიფოც ხდება სტრატეგიული პროექტების თანამონაწილე. ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ბაზარზე მსხვილი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სამრეწველო პროექტებისთვის. საქართველოში ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახალი ამოცანების შესასრულებლად. კაპიტალის ბაზრის განვითარებამ, ენერგეტიკის სფეროში სიახლეებმა და ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით არსებულმა პრიორიტეტებმა დღის წესრიგში აწარმოეს საქართველოს მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოებისა და ინსტიტუციური გარდაქმნის საკითხი დააყენა. ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ თვისობრივად ახალ ინსტიტუტზე, ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომლის მანდატი იქნება უფრო ფართო, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მაგალითად მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციაში მოხდება დღეისათვის სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტების თავმოყრა, რომლებიც ეკონომიკის განვითარებისთვის და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის არის მოწოდებული და შექმნილი. ბიზნეს ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაცია ახალ კორპორაციას ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერებასთან ერთად უფრო ქმედიც გახდის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხითაც. ჩვენ დღეს ვიღებთ ერთ სტრუქტურას, აწარმოე საქართველოსა და განვითარების ფონდის ბაზაზე, რომელსაც ერთის მხრივ ექნება შესაძლებლობა, რომ თვითონ იყოს აქტიური მონაწილე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფოს მხრიდან და ამ ნაწილში აქციო კაპიტალის ნაწილში მონაწილეობა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებლად, როგორც ვნახეთ ისტორიულად, შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. მეორეს მხრივ როგორც ჩანს, დარჩება ის ფუნქცია, რასაც ქვია ბიზნესის მხარდამჭერა და რასაც აწარმოებს საქართველოს ახორციელებდა. შესაძლოა ეს პროგრამები გაფართოვდეს, უფრო მსხვილი ერთეულიდან გამომდინარე, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს.
ახალი ინსტიტუტის საქმიანობა კლასიკური გაგებით ბანკის სტრუქტურას არ გავს. შესაბამისად, მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს. განმარტება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი ინსტიტუციური მოდელი სრულად იქნება კონცენტრირებული შიდა პროექტების განხორციელებაზე. ეს არის კლასიკური განვითარების ინსტიტუტის მოდელი, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულ ქვეყნებსაც მათ შორის ოღონდ ძირითადად ესე ვთქვათ საგარეო მიმართულებით ბუნებრივია ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე სრულად იქნება 100%-ით კონცენტრირებული შიდა პროექტებზე და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. Ცალსახად რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი კლასიკური გაგებით, მას არ ექნება ის ფუნქციები, რა ფუნქციებიც საჭიროებს ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას. ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი. გადაწყვეტილება ახალი სტრუქტურის შექმნაზე საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მიღებულია. განსაზღვრულია ფუნქცია მოვალეობებიც. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მართვის ახალი მოდელის შედეგად კომპანიებს იაფ სესხებზე წვდომა გაეზრდებათ. ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს ნაწარმოების საქართველოში ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამა საწარმოების საქართველოში დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკა, სადაც კომპანიებს გაიზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში ასევე უნდა ითქვას დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმზე და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების გზები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი იყო პრობლემები, რომლებიც ირანში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. ტურიზმის ადმინისტრაცია მზადაა ქართულ კომპანიებთან და სარესტორნო ბიზნესთან ერთობლივად დაწარმოოს მარკეტინგული კამპანიები და მონახოს ახალი ბაზრები. საქართველო უკვე მუშაობს ჩინეთთან პირდაპირ ავიარეისების დამატებაზე. მოლაპარაკებები მიდის აზიის სხვა ქვეყნებთან. განიხილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც. მსოფლიო ტურიზმის კრიზისის მიუხედავად მიმდინარე წელს საქართველოს ტურიზმიდან 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის. საქართველოს ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება გლობალური პრობლემების ფონზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა გრძელდება. იმისთვის, რომ სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს ხვდება და ზაფხულის სეზონისთვის კონკრეტულ მიმართულებებს განიხილავს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე, ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, იმისთვის, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალი ეს იქნება თქვა სამეზობლო ქვეყნები თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში დაგეგმილ სეზონზე წლის ბოლომდე, იმისთვის რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე შედარებით შევამსუბუქოთ. შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მხარეებმა გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე დისკუსიის დროს ტურისტულ ბაზარზე დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე ისაუბრეს. სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების უფრო გააქტიურება არის მოაზრებული, ეს რა თქმა უნდა იქნება პირდაპირი და სწრაფი ხელშეწყობი ფაქტორი ტურიზმის სექტორის, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების უფრო მეტი კეთილდღეობისთვის. ეს საქართველოს ყველანაირად არის იმისთვის მზად, როგორც მშვიდობით, ასევე ეკონომიკური წინსვლით, ასევე კერძო სექტორის და სახელმწიფოს მზაობით, რომ რაც შეიძლება მივიღოთ უმასპინძლოდ მეტ ტურისტს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება. სხვადასხვა აქციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით განვიხილეთ რაღაც საკითხები, კოლაბორაციებზეც ვისაუბრეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად შევძლებთ რაღაცნაირად გამოვზრეთ ამ რთული ვითარებით. იმედს ვიტევებ, რომ რაღაც ფრენები დაემატება, კონკრეტულად იმ ბაზრებთან, რომელთაც თავისუფლად
ოპერირებთ ამ ეტაპზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში ჩავატარეთ ტექნიკის კომპანიები, რითაც სომხეთთან აზერბაიჯანთან შედარებით მოდათ 19 ტურისტი მოვიზიტებთ და შესაბამისად გადავრიცხეთ მოკლებადაში რაც შეგვეძლო უკეთებ. საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საინტერესო მიმართულების პოზიციას ართმობს. სექტორის მეტად განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. ასე იყო დღევანდელი დღე 10 აპრილი და კურიერი 9 საათი. სტარტში რუსთავი ორზე რამდენიმე წუთში გადაცემა ავტოგრაფის ახალი სეზონი დაიწყება. ჩვენ კი დღეს ამ თუ ასრულებთ მუშაობას და ორშაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის. სეზონის გასართობი გადაცემების პრემიუმ წარმოდგენია სამშენებლო კომპანია ანაგი.